ჩემს თაობას ნამდვილად ემახსოვრება 30-თრიანი ფუნთუშის გამო სკოლაში ერთმანეთს როგორ ვასწრებდით შესვენებაზე და რიგს ვიკავებდით ბუფეტში. ხო და მოდით დღეს ამ ფუნთუშის რეინკარნაცია მოვახდინეთ. პირველ რიგში ცალკე თასში გავააქტიუროთ საფუარი, რეცეპტს აღწერილობაში დაგიტოვოთ და გავაშროთ უკვე გარეცხილი ქიშმიში. Cooking Chef XL-ის თასში მოვათავსოთ კვერცხი და შაქარი და გავთქვიფოთ გათეთრება. აქ ჩემი საფუარი გადაირია და დავუმატე სასწრაფოდ კვერცხიან მასას. როცა მასები გაერთიანდება, შევაზილოთ კაუჭით ფქვილი და ოთახის ტემპერატურის მაღალი ხარისხის ნაღების კარაქი. ბოლოს ვუმატებთ გარეცხილ და გამშრალ ქიშმიშს და 50 მგ ზეთს. ამოდის საოცრად ელასტიური პანეტონეს მსგავსი ცო. პროცესის დასაჩქარებლად კი მე გამოვიყენე Cooking Chef-ის ინდუქციის ფუნქცია. და ზუსტად 20 წუთში ეს საოცრება მივიღეთ. უბრალოდ შეხედეთ რა ზღაპრული ცომი გამოგვივიდა. ვამზადოთ საცხობი ლანგარი და შევუდგეთ ფორმების მიცემას. თავდაპირველად ხელით დავამუშავოთ ცომი. ჩემი თავი უკვე წარმოვიდგინე საღამოს ჩაისა და ჯემიან ფუნთუშასთან ერთად, მაგრამ ჯემი არ აღმოაჩნდა. ამიტომ ზოგს შოკოლადის ხილები გავურიეთ, ზოგს კი ნაწნავის ფორმა მივეცი. გამოცხობის შემდეგ ზედაპირი დავამუშავე შაქრის სიროფით, ხოლო ნაწილს კი მოვაყარე შაქრის პუდრი. საოცრება, უბრალოდ პირში დნება. დილით ჩაისა და არაჟანთან ერთად მირთმეული ფუნთუშის მერე სკოლის ფუნთუშები არავის ახსოვდა.